საქართველოში გერმანიის ელჩთან მმართველი გუნდის გარდა შეკითხვები მის სამშობლოშიც აქვთ. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის პეტერ ფიშერის საქმიანობის გამო განმარტებებს ითხოვს. ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ელჩთან დაკავშირებული კითხვების სია პარტიის საპარლამენტო ჯგუფმა ფედერალურ მთავრობას უკვე გაუგზავნა. შეკითხვები საქართველოში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შეხვედრებს, განცხადებებს და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდელ აქტივობებს ეხება. ფიშერი იმ დიპლომატების ჩამონათვალშია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ღიად მიუთითებს და ვენის კონვენციის დაარღვევაშიც ადანაშაულებს. ელჩის მიმართ ცოტა ხნის წინ დიპლომატიური ზომაც გამოიყენეს და ცოტა ხნის საგარეო უწყებაში დაიბარეს. რატომ მოექცა დიპლომატი ამჯერად საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ერთი საპარლამენტო ჯგუფის და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის ინტერესის სფეროში? თამუნა ციკლაური დეტალებით. რა მიზნით ხდებოდა საქართველოში გერმანიის ელჩი ოპოზიციურ ჯგუფებსა თუ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მით უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? რაზე მსჯელობდნენ და რა განიხილებოდა ამ შეხვედრებზე? ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც საქართველოში პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის ირგვლივ კითხვები გერმანულ პარტია ალტერნატივა გერმანიას აქვს და ამ კითხვებით უკვე მიმართეს გერმანიის ფედერალურ მთავრობასაც. მთავრობისთვის გაგზავნილ 8 კითხვას შორისაა პეტერ ფიშერის მხრიდან მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან ნაქირავები ბინის საკითხიც, უფრო სწორად ამ ქირავნობის მართებულობა. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ქართველი ოპოზიციის ლიდერისაგან მამუკა ხაზარაძისაგან ძვირად ღირებული ქონება იქირავა. ბოლო 10 კვირის განმავლობაში, რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. იყო თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები და თუ კი რომელი? რა იყო ზემო აღნიშნული შეხვედრების მიზნები? რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე? რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე? რამდენად ხშირად ხდება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში? ფედერაციული მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს? ამ კითხვებზე პასუხებს ელიან საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად მმართველი გუნდი, რომელსაც კითხვები პეტერ ფიშერის საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი ხანია აქვს. ამის ერთ-ერთი დასტური მაგალითად ისიცაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ელჩი მის მიერ გაკეთებული განცხადებებისა თუ კონკრეტული ქმედებების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იყო დაბარებული. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა და ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. დავულოდოთ მოვლენების განვითარებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ საქართველოში მომუშავე, სხვა ყველა ელჩს ვენის კონვენციას ახსენებს და ამ ფონზე კითხვებს სვამს, მსგავსი კითხვები არ აქვთ ოპოზიციურ სპექტრში, სადაც თვლიან, რომ ელჩების მხრიდან მოსმენილი კრიტიკა სწორია, ხოლო საქართველოსა თუ ახლა უკვე გერმანიაში გაჩენილი კითხვების მიღმა რუსულ კვალზე მიუთითებენ. მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პარტიიდან, ვისი ოჯახისგანაც გერმანიის ელჩს სახლი აქვს ნაქირავები. კითხვები აქვს რუსულ სპეცსამსახურებს და რუსული სპეცსამსახურები სვავენ ამ კითხვებს საქართველოში ქართული ოცნების გავლით და ზუსტად იგივეს აკეთებს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი და რუსეთის გავლენის ფაქტიურად აგენტი ეგრეთ წოდებული პარტია AfD გერმანიაში. ესე იცნობს გერმანიის სახელმწიფოს, რომ ეს რომ რამე უკანონობა იყოს ან ამას რამე პრობლემა რო კონდეს, ამას გააკეთებდა? მე არ მგონია რომ გააკეთებდა. პიტერ ფიშერი გახდა ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანის სამიზნე იმის გამო, რომ ის ითხოვს იმას, რასაც ჩვენ თანამოქალაქეები ითხოვენ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. აი ამის გამო არის სამიზნე ივანიშვილის გერმანიის ელჩი და ცხადია, გერმანიის ელჩი ვინ იქნება, ეს უნდა გადაწყვიტოს გერმანელებმა. ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ლოგიკურია, როდესაც ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტია, თუნდაც ოპოზიციური, კითხვებს სვამდეს ამავე ქვეყნის დიპლომატის საქმიანობასთან მიმართებაში. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დიპლომატის მთავარი მისია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, რასაც თავის მხრივ, საკუთარი საქმიანობით, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, არ უწყობს ხელს პეტერ ფიშერი. ელჩს არა მხოლოდ ის ევალება, რომ არ ჩაერიოს პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებები არ აკეთოს და არ გაცდეს ვენის კონვენციის მოთხოვნებს და დიპლომატიურ
ეთიკეტს, არამედ მისი ვალდებულება არის, რომ ორ ქვეყანას შორის, საიდანაც ის არის და სადაც არის ქვეყანაში, დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები. და სამწუხაროდ ჩვენ ხედავდით, რომ ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი და კანონსაწინააღმდეგო აქციებს ახალისებდა ელჩი გერმანიიდან და არა მხოლოდ ახალისებდა პოლიციელს, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდა იმ ადამიანის სასამართლო პროცესზე მის მხარდასაჭერად მივიდა. საკვირველი ის არის, რომ რატომ ოპოზიცია დაინტერესდა და რატომ სახელმწიფო გუნდი არ ინტერესდება, იმიტომ რომ ელჩი ქირაობს სახლს, ფართობს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისაგან და გაუგებარია ბრელით არის მოცული ამ გადახდის სისტემა როგორ ხდება ამასთანავე. არა მარტო პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, არამედ გარკვეულ არაჯანსაღ ურთიერთობებსაც მიუთითებს, თუკი მით უმეტეს, თუკი ამ ელს კონკრეტულ ელს ხედავთ მიტინგებზე და ამ ექსტრემისტული პროცესების წახალისების მთავარ მონაწილედ გვევლინება პერიოდულად, როგორც განცხადებებით, ასევე მოქმედებებით. რასაკვირველია, ლეგიტიმური შეკითხვაა. უპასუხებენ თუ არა გერმანიის მთავრობიდან ალტერნატივა გერმანიის კითხვებს და როგორი იქნება ეს პასუხები სამომავლოდ გაირკვევა. თავის მხრივ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არაფერი უთქვამს პეტერ ფიშერს.